1976 წელს ნიუ-იორკში სერიული მკვლელი გამოჩნდა. ის შუაღამეს გამოდიოდა ქუჩაში და იწყებდა ადამიანებზე ნადირობას. მისმა ჩადენილმა საზარებმა მკვლელობებმა საზოგადოება ფართო ისტერიაში ჩააგდო. ქალაქის 8 მილიონიან მოსახლეობას მშვიდად აღარ ეძინა. ახალგაზრდებმა შეწყვიტეს ღამე ქუჩაში სეირნობა და პაემნებზე სიარული. ყველას მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდა: ვინ იყო ეს მონსტრი, რომელმაც მოახერხა მთელი ნიუ-იორკის პარალიზება, ხოლო იმ მტკიცებულებებით, რაც სამართალდამცავებს ჰქონდათ, მისი ძებნა თივის სვინში ნემსის პოვნას გავდა. სამართალდამცავი ორგანოები ცდილობდნენ ორჩხულის მანამდე დაჭერას, სანამ ის კვლავ მოკლავდა ვინმეს, მაგრამ იმ დროს ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელი ჩანდა. 1976 წლის 29 ივლისს 18 წლის დონა ლორია და მისი 19 წლის მეგობარი ჯოდი ვალენტი ბრუნდებოდნენ სახლში ღამის კლუბიდან წვეულების შემდეგ. ჯოდი მანქანა დონას სახლის წინ გააჩერა და სანამ გოგონა მანქანიდან გადავიდოდა, უეცრად მათ წინ სიბნელეში გამოჩნდა საეჭვო უცნობი მამაკაცი. იგი მიუახლოვდა მანქანას მგზავრის ფანჯრის მხრიდან. ქაღალდის პაკეტიდან რევოლვერი ამოიღო და 5 ჯერ ესროლა მანქანაში მჯდომ გოგონებს. შემდეგ ის სწრაფად ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. 18 წლის დონა ლორია ადგილზე გარდაიცვალა. მისი მეგობარი ჯუდი კი სასწაულით გადარჩა. გოგონას თქმით მსროლელი საშუალო სიმაღლის თეთრკანიანი მამაკაცი იყო. სხვა მნიშვნელოვანი დეტალი ვერ დაინახა, რადგან თავდამსხმელს მხოლოდ რამდენიმე წამით მოკრა თვალი. მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი ერთადერთი მტკიცებულება იყო ეგრეთ წოდებული ბულდოგის რევოლვერიდან გასროლილი 44 კალიბრიანი ტყვიის მასრა. 1976 წლისთვის ნიუ-იორკი მომხდარი დანაშაულების რეიტინგში ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზე იყო. ქუჩებში ხალხს ძარცვავდნენ, ესხმოდნენ თავს ბანკებს, იყო მასიური სროლები და აფეთქებები ქუჩაში. იარაღიანი ადამიანები და სროლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო იმ დროისთვის. მხოლოდ 1 წლის განმავლობაში ქალაქში ჩადენილი იქნა 1622 მკვლელობა. ქალაქის მდგომარეობა კატასტროფული იყო. პოლიციას იმდენი გაუხსნელი საქმე დაუგროვდა, რომ არავის ჰქონდა იმედი, რომ ისინი შეძლებდნენ და იპოვნდნენ დონას მკვლელს. ამ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე აპრილში უცნაური ამბავი მოხდა. სემკარის ოჯახი, რომელიც იონკერში ივიკირის ქუჩაზე ცხოვრობდა, მიიღეს გამაფრთხილებელი მუქარის შემცველი წერილები, სადაც წერილის ავტორი წერდა, რომ მათი ძაღლი ხმამაღლა ყებდა და ამით ძალიან წუხდებოდა და თუ ოჯახი რამე ზომას არ მიიღებდა ძაღლის გასაჩუმებლად, იძულებული იქნებოდა თვითონ მიეღო ზომები. ოჯახმა წერილს ყურადღება არ მიაქცია. შედეგად კი 27 აპრილს ეზოში ძაღლი მოკლული იპოვეს. იმავე წლის ივნისში კასარების ოჯახმა, რომლებიც ცხოვრობდნენ ნერაშელის რაიონში, პოსტით უცნაური შინაარსის მისალოცი ბარათი მიიღეს ზემოთ ხსენებული მოკლული ძაღლის პატრონის სემკარისგან. წერილის ავტორი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებდა ოჯახის ერთ-ერთ წევრს. ეს ყველაფერი უცნაურად გამოიყურებოდა, რადგან ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო ავად და არც ოჯახის არც ერთი წევრი არ იცნობდა მისალოცი ბარათის ავტორს. ბარათმა ოჯახი ძალიან ააღელვა. კასარმა გაარკვია მისალოცი ბარათის ავტორის ტელეფონის ნომერი. დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, რათა ამ უცნაურ მისალოს ბარათზე კითხვები ჰქონდა. სემკარმა შეხვედრაზე თან წაიღო წერილი, რომელშიც მის ძაღლზე ეწერა. მისალოცი ბარათის და წერილის ხელწერა ერთმანეთის იდენტური აღმოჩნდა. ეს იმას მოწმობდა, რომ წერილი სხვა ადამიანის მიერ იყო დაწერილი. ძაღლის ისტორიის გაგების შემდეგ კასარამ გაიხსენა, რომ იმ რაიონში, სადაც სემკარი ცხოვრობდა, 1 წლის წინ მან ბინა ერთ კაცს მიაქირავა. ამ უკანასკნელს ატანა არ ჰქონდა ძაღლების და ხშირად გამოთქვამდა პრეტენზიას მეზობლების ძაღლებზე. სემმა გაიხსენა, რომ ეს მამაკაცი მის მეზობლად ცხოვრობდა, ისე ახლოს, რომ მათი სახლის ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ამ შემთხვევის შემდეგ სემმა სამხილები შეაგროვა და პოლიციაში მიიტანა, მაგრამ ამ წერილში არაფერი იყო ისეთი, რაც იძლეოდა საბაბს აღნიშნული მამაკაცის დაკითხვაზე გამოძახებისა და პოლიციამ მისი დაკითხვა საჭიროდ არ ჩათვალა. დონა ლორიას მკვლელობიდან 3 თვეში ნიუ-იორკში კიდევ ერთი მსგავსი თავდასხმა მოხდა. 20 წლის კარლ დანერო თავის შეყვარებულთან როზმარი კინთან ერთად ქვინსის რაიონში მათ საყვარელ ბარში იყვნენ. ღამის პირველ საათზე განმარტოვების მიზნით ბარი დატოვეს. ისინი 159 ქუჩის მიმართულებით გაემართნენ. ამ ქუჩაზე ცოტა ხალხი და სიმშვიდე იყო. აქ შეიძლებოდა მანქანის პარკირება, ისე რომ უცხო თვალს მანქანა ვერ დაენახა. წყვილი საუბარში იყო გართული, როდესაც მათ უკნიდან
ვიღაც მიეპარა და რამდენჯერმე ესროლა. როზმარი სროლას გადაურჩა, მაგრამ ერთი ტყვია კარლ დანეროს თავში მოხვდა. ექიმების მრავალსაათიანმა ბრძოლამ სიცოცხლისთვის შედეგი გამოიღო და ბიჭი გადაარჩინეს. ეს ამბავი გამომძიებელმა რიჩარდ პოლმა დილის საინფორმაციო გამოშვებიდან გაიგო. შემთხვევა ძალიან ჰგავდა ბრონქსში მომხდარ დანაშაულს, რომელზეც ის მუშაობდა. დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი ტყვიის მასრაც 44 კალიბრის იყო და ორივე საქმეს ერთი ხელწერა ჰქონდა. უბანს, სადაც მეორე შემთხვევა მოხდა, სხვა პოლიციის განყოფილება კურირებდა. აქაურ პოლიციელებს საკუთარი შეხედულება ჰქონდათ ამ საქმის მიმართ. ისინი თვლიდნენ, რომ კარლ დანერო შემჩნეული იყო აკრძალული ნივთიერების გაყიდვაში, თვითონაც მომხმარებელი იყო და სწორედ ამას დაუკავშირა ადგილობრივმა პოლიციამ ღამით მომხდარი დანაშაული. ასეთი თეორია საკმაოდ მოსახერხებელი იყო და ამიტომ აღარ ჩათვალეს საჭიროდ საქმეს სხვა მიმართულებით წაეყვანათ. არც იმას თვლიდნენ, რომ ამ საქმეს რაიმე კავშირი ჰქონდა დონა ლაურას მკვლელობასთან. ამ შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ კი მესამე მსგავსი შემთხვევა მოხდა. 18 წლის ჯოანა ლომინო და 16 წლის დონა დემასი კინოთეატრიდან ბრუნდებოდნენ. მათ მამაკაცი შეამჩნიეს, რომელიც უთვალთვალებდა. შეშინებული გოგონები ჩქარი ნაბიჯით სახლისკენ გაეშურნენ. მამაკაცი აედევნა გაქცეულ გოგონებს და უკნიდან რამდენჯერმე ესროლა. დონა კისერში დაიჭრა, ჯოანა კი ზურგში. საბედნიეროდ ორივე გადარჩა, მაგრამ ჯოანას ხერხემალი დაუზიენდა და წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. დანაშაულის ადგილას 44 კალიბრის ტყუის მასრა იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ვერც აქ დაინახა პოლიციამ პარალელები რამდენიმე თვის წინ მომხდარ თავდასხმებსა და ამ თავდასხმას შორის. სამწუხაროდ კიდევ ერთი სიკვდილი აღმოჩნდა საჭირო იმისთვის, რომ პოლიციას რაიმე კავშირი ეპოვა ამ თავდასხმებს შორის. 26 წლის კრისტი ფროიდი და მისი 30 წლის საქმრო ჯონი დილით სავახშმოდ იყვნენ კაფეში. ვახშმის შემდეგ მანქანასთან დაბრუნდნენ. მანქანა რკინიგზის სადგურის პარკინგზე იდგა. უეცრად სროლის ხმა გაისმა. ჯონი სროლას გადაურჩა, მაგრამ კრისტი მრავლობითი ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თავდასხმის ადგილზე იგივე 44 კალიბრის ტყვიის მასრა იქნა აღმოჩენილი. დანაშაულებს შორის კავშირი უკვე აშკარა იყო. საქმეში ქვინსის განყოფილების უფროსი ჯოზეფ ბორელი ჩაერთო. მან თქვა, რომ ის უკვე იცნობდა ერთ ასეთ საქმეს, რომელიც მის უბანში ბრონქსში მოხდა. ამ ყველაფერმა ნათელი გახადა ის, რომ მოკლულთა რიცხვი კიდევ გაიზრდებოდა. შემდეგი მსხვერპლი 19 წლის კოლუმბიის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვირჯინია ვოსკერიჩანი აღმოჩნდა. დილის 8 ნახევარზე ვირჯინია ფორესტ ჰილის 7 რაიონში მისეირნობდა. მას უცნობმა მამაკაცმა იარაღი მიბჯენით ესროლა. ტყვია წიგნს მოხვდა, რომელიც გოგონამ სახეზე აიფარა, მაგრამ ტყუის ნაწილი მაინც მოხვდა სახეში. ვირჯინია სწორედ იმ ადგილზე მოკლეს, სადაც კრისტი ფრონტი. ეს უკვე მეხუთე შემთხვევა იყო. ქალაქის მაცხოვრებლები სერიოზულმა პანიკამ მოიცვა. ვირჯინიასგან ამოღებული ტყვია ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გააგზავნეს. იმის გასარკვევად იყო თუ არა ეს თავდასხმები ჩადენილი ერთი და იგივე იარაღით. ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგებმა ეს კავშირები დაადასტურა. უკვე გასაგები იყო, რომ ქალაქში სერიული მკვლელი დადიოდა. გამოძიება ფიქრობდა, რომ ამ მკვლელობებს ჰქონდათ ერთი საერთო და გაჩნდა თეორია, რომ სერიული მკვლელი კლავდა ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც შავი თმა ჰქონდათ. ნიუ-იორკის მერმა აბრაჰამ ბერნმა და კომისარმა მაიკლ კოტმა პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე მოსახლეობამ პირველად გაიგო, რომ ქალაქში სერიული მკვლელი დადიოდა. მართალია მისი ფოტორობოტი ვერ შეადგინეს, მაგრამ მაინც შესაძლებელი იყო მისი გარეგნობის მიახლოებით აღწერა. ეს იყო 25-დან 35 წლამდე მამაკაცი. სიმაღლით 180 სანტიმეტრამდე, შავგვრემანი პირის სახითა და შავი თმით. ყველა სერიულ მკვლელზე ლაპარაკობდა, რომელსაც 44 კალიბრიანი იარაღი ჰქონდა. ქალაქი პანიკა მოიცვა. ყველაზე საშიში იყო ის, რომ არავინ იცოდა სადან, როდის დაესხმებოდა ის ვინმეს თავს. ადამიანები აყენებდნენ სიგნალიზაციას და რკინის საკეტებს. ხალხი საღამოს გარეთ გასვლას ერიდებოდა. ირგვლივ მასიური ისტერია სუფევდა. შეყვარებულები აღარ ხვდებოდნენ ღამე ქუჩაში ერთმანეთს. შავთმიანი გოგოები კი სალონებში თმებს ქერად ან ჟღალად იღებავდნენ. დიდი დანაკლისი და ფინანსური ზარალი განიცადეს კლუბებმა. ხალხი მასიურად გარბოდა მეზობელ ჰემპტონში. ამ ქაოსს ვერაფრით უმკლავდებოდა პოლიცია. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები, რომლებიც ამ სერიული მკვლელის ყველა თავდასხმის გამოძიებით იყო დაკავებული. მათი ერთადერთი ხელჩასაჭიდი 44 კალიბრიანი რევოლვერის რამოდენიმე მასრა იყო. პოლიცია ცდილობდა მანამდე დაეჭირა სერიული მკვლელი, სანამ ის მორიგ მკვლელობას ჩაიდენდა, მაგრამ სამწუხაროდ მათ ვერ შეძლეს შემდეგი თავდასხმის აცილება.
18 წლის ვალენტინა სურიანი და მისი 22 წლის მეგობარი ალექსანდრე ესაუა ღამის 3 საათზე რივერ პარკის რაიონში მანქანაში ისხდნენ. მათ მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი და მანქანაში ჩაცხრილა. ვალენტინა ადგილზე გარდაიცვალა. მას თავში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. ალექსანდრე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდასხმის ხელწერა ზუსტად ერთი და იგივე იყო, რაც ადრე მომხდარ შემთხვევებში. მხოლოდ ერთი განსხვავებით. სერიულმა მკვლელმა მკვლელობის ადგილზე წერილი დატოვა კომისარ ჯო ბარელისთვის. წერილში იყო პასუხი იმ ინტერვიუზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბარელიმ ჟურნალისტებს მისცა. სადაც ამბობდა, რომ რამდენადაც ყველა მსხვერპლი ქალია, მკვლელს როგორც ჩანს ზიზღი ჰქონდა ქალთა სქესის მიმართ. მე ძალიან მწყინს, რომ თქვენ ქალთმოძულე მიწოდეთ. მე ასეთი არ ვარ. მე უბრალოდ მონსტრი ვარ. მე სემის შვილი ვარ. როდესაც მამა სემი თვრება, ის ბრაზდება და თავის ოჯახს ცემს. სემს უყვარს სისხლის დალევა. მიდი და მოკალი მიბრძანებს მამა სემი. მე ვინზევულის მონსტრი ვარ. სუქანი ურჩხული. ნადირობა მიყვარს. ქალაქში იორლი ნადავლისთვის დაუბორიალობ. ბატონო ბორელი. მე აღარ მინდა მეტი მკვლელობა. არ მინდა, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო. მამა სემის საპატივცემულოდ. პოლიცია შინოდეთ ჩემი სიტყვების. მე დაუბრუნდები. თქვენი მკვლელი მისტერ მონსტრი. ამ ამბავმა საქმე ახალ ეტაპზე აიყვანა. ეს სიტყვები დაცინვას გავდა პოლიციისთვის, ეს საქმე უკვე პირად საქმედ გადაიქცა. როცა ამ წერილის შესახებ ტელევიზიებმა გაიგეს, მათ სემი ეშმაკად შერაცხეს და მკვლელს ეშმაკის შვილი უწოდეს. 300 პოლიციელი ეძებდა ნივთმტკიცებას. პოლიციის განყოფილებებში ნამდვილი ქაოსი ტრიალებდა. ტელეფონები 24 საათიან რეჟიმში რეკავდნენ. პოლიციელები მცირე ხელჩასაჭიდ რამესაც კი ეძებდნენ. სიკვდილს გადარჩენილი მოწმეების ჩვენებების მიხედვით 1 წლის განმავლობაში უამრავი ფოტორობოტი შეიქმნა. თუმცა შექმნილი ფოტორობოტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. პოლიცია ამას იმით ხსნიდა, რომ მკვლელი ღამით მოქმედებდა და მოწმეებს მისი დანახვა კარგად არ შეეძლოთ. მით უმეტეს ისეთ სტრესულ გარემოებაში, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. თავდასხმები ბრონქსში და ქვინში განხორციელდა. ამიტომ პოლიციამ ზუსტად ამ რაიონებში გააძლიერა პატრულირება. სამართალდამცავები იმ ადგილებს აკონტროლებდნენ, სადაც ყველაზე ხშირად იკრიბებოდნენ შეყვარებული წყვილები. გამოძიებაში ექსპერტ ფსიქოლოგი ჰარვი შლოსბერგი ჩაერთო. მან დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტი შეადგინა. ექსპერტის თქმით, დამნაშავე მარტო ხელა იყო. მას არ ჰქონდა ურთიერთობა არც ქალთან და არც ოჯახთან. ის მიზანმიმართულად მოქმედებდა და იცოდა, რასაც აკეთებდა. ეს მის მაღალ ინტელექტზე მიუთითებდა. შექმნილმა ფსიქოლოგიურმა პორტრეტმა და ხალხის მინიშნებებმა შესაძლებელი გახადა შექმნილიყო წარმოდგენა დამნაშავის ფიზიკურ მონაცემებზე. მამაკაცი როგორც გაირკვა ცხოვრობდა შორიახლოს იმ ადგილებიდან, სადაც დანაშაული იყო ჩადენილი. მისი სახლის შხრიკისას აღმოჩენილი იქნა ბევრი არარეგისტრირებული იარაღი, რის გამოც მამაკაცი სასწრაფოდ დააპატიმრეს. თუმცა პოლიციამ 44 კალიბრის იარაღი ვერ აღმოაჩინა, ასე რომ ამ ეტაპზე იმის გაგება თუ სინამდვილეში ვინ იყო ის მონსტრი, რომელიც ასე უმოწყალოდ ესროდა უდანაშაულო ადამიანებს, შეუძლებელი იყო. ამ დაპატიმრებიდან თვეზე მეტი იყო გასული. სერიული მკვლელი სემის შვილი აღარ ჩანდა, მაგრამ უცებ როგორც მოწმენდილცაზე ელვა, ისე გამოჩნდა წერილი გაზეთში ნიუ-იორკ დეილი ნიუსში. წერილი მკვლელის მიერ იყო გამოგზავნილი. ამჯერად წერილის ადრესატი იყო გაზეთის ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი ჯიმი ბრესლინი. წერთ ნიუ-იორკის ბინძური არხებიდან, რომლებიც სავსეა მკვდარი ძაღლების ნაწილებით, ნაღებინებებით, დამპალი ღვინით, შარდით და სისხლით. ძვირფასო ბატონო ბრესლინი. მართალია, ჩემზე დიდი ხანია არაფერი ხსმენიათ, მაგრამ არ გეგონოთ, რომ მე სადმე გავქრი. არა, მე ყოველთვის ახლოს ვარ. ლანდინვით დავდივარ ნიუ-იორკის ქუჩებში. მე არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო მომავალი, ამიტომ წინასწარ გემშვიდობებით და იმედი მაქვს შეგხვდებით მაშინ, როცა ახალ საქმეს დაიწყებთ. გემშვიდობებით ბინძური წყლების არხიდან, სადაც ვზივარ მოკლულთა სისხლში გასწრული სემის შვილი. და ბოლოს, გეტყვით იმ ხალხის სახელებს, ვინც თქვენს დახმარებას შეძლებენ. სიკვდილის ჰერცოგი, ბოროტი მეფე უიკერი და ჯონ უტისი. გადაეცით ყველა გამომძიებელს, რომლებიც ახლა სახელმწიფო უწყებებში მუშაობენ, რომ ისინი აღარ უყურებენ მამა სემის მიერ დაწერილ სცენარით განხორციელებულ ამბებს. ახლა ისინი ამ სცენარის მონაწილენი არიან. წერილი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგან პოლიციამ გაიგო, რომ დამნაშავე საკუთარ თავზე და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გაზეთებში კითხულობდა. მან სწორი ადრესატი აირჩია იმისთვის, რომ შეძლებოდა მთელი ნიუ-იორკისთვის მიეწვდინა ხმა. 3 ივნისს ნიუ-იორკ დეილი ნიუსში გაზეთმა გამოაქვეყნა ნაწყვეტი დამნაშავეს წერილიდან, რომელსაც თან ახლდა ბრესლინის პასუხი, სადაც ბრესლინი წერდა, რომ თუ მას სურდა კომუნიკაცია, მიეწერა მისთვის პირადად, ან რედაქციაში დაერეკა, თუ
ამის გაკეთება სურდა სწორედ ახლა იყო ამის დრო. საგაზეთო ტირაჟი ძალიან სწრაფად გავრცელდა საგაზეთო ჯიხურებში. ეს ტირაჟი ყველაზე გაყიდვადი იყო მაშინ. ისე გამოვიდა, რომ მთელი ნიუ-იორკის მოსახლეობა ამ გიჟი ფსიქოპატის მძევლები აღმოჩნდნენ. გაჩნდა მოსაზრება, რომ თავიდან დამნაშავეს უბრალოდ ხალხზე თვალთვალი იტაცებდა. შემდეგ კი მას ეს თვალთვალი გართობად გადაექცა. შემდეგი გართობა კი მათთვის სიამოვნების შაშლა იყო. ფსიქოლოგი ჰარვი შლოსბერგი ამტკიცებდა, რომ ეს მონსტრი იმპოტენტი იყო. სწორედ ამიტომ ირჩევდა მოსაკლავად ახალგაზრდა და ლამაზ გოგონებს. ოპერატიული ჯგუფის ოფისში უამრავი შეშფოთებული ქალი რეკავდა. ისინი მზად იყვნენ გაეცათ თავიანთი ქმრები, რომლებსაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ. თუმცა ასეთ ინფორმაციას არავითარი შედეგი არ მოჰქონდა გამოძიებისთვის. სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებდნენ დამნაშავის დასაჭერად, მაგრამ ის ახერხებდა ყოველი დანაშაულის მერე სწრაფად მიმალვას. პოლიცია ფიქრობდა, რომ დამნაშავე მანქანით გადაადგილდებოდა. ქვინსიდან და ბრონქსიდან სწრაფად შეიძლებოდა გამგზავრება ორი გზით და ერთი მაგისტრალის საშუალებით. სანამ პოლიცია ამ მაგისტრალების შემოწმებით იყო დაკავებული, მოსახლეობა შეშინებული ელოდა ფსიქოპატის მორიგ გამოჩენას. 17 წლის ჯუდიტ პლასიდა სკოლის დამთავრებას აღნიშნავდა ღამის კლუბ ელ-ფასში 20 წლის მეგობარ ბიჭთან სალვატორე ლუპესთან ერთად. ღამის 3 საათზე გოგონას ბიჭმა სახლში მანქანით წაყვანა შესთავაზა. როდესაც ისინი მანქანაში ჩასხდნენ, მათ უკნიდან მამაკაცი მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. სამივე ტყვია ჯუდის მოხვდა, თუმცა ერთმა ტყვიამ სალვატორეც გაკაწრა. ტყვია ჯუდის ზურგის ტვინს 3 მილიმეტრით აცდა და წყვილი სიკვდის სასწაულით გადაურჩა. თავდამსხმელი კი ისევ უკვალოდ გაუჩინარდა. პოლიცია ვერაფრით ახერხებდა მკვლელის კვალზე გასვლას. პანიკაში ჩავარდნილი საზოგადოება ფიქრობდა, რომ მკვლელს უკვე ვეღარასდროს დაიჭერდა პოლიცია. 1977 წლის 31 ივლისს რობერტ ვიოლანტემ პაემაზე დაპატიჟა მეგობარი გოგონა სტეისი მისკოვიცი. ბიჭის დედამ შეხვედრის წინ სიფრთხილისკენ მოუწოდა. რობერტმა კი დედა დაამშვიდა და უთხრა, რომ არაფერი იყო სადარდებელი, რადგან ის ქერა გოგონას ხვდებოდა. მკვლელი კი შავთმიან გოგონებს ირჩევდა. მით უმეტეს, რომ წყვილი ერთმანეთს ბრუკლინში ხვდებოდნენ. ეს რაიონი კი შორს იყო ბრონქსიდან და ქვინსიდან. პაემანის შემდეგ მათ მანქანა ახალგაზრდების ყველაზე საყვარელ ადგილას დააპარკინგეს. ამ ადგილას ახალგაზრდების კოცნის ადგილს ეძახდნენ. ქუჩაზე სუსტი განათება იყო და შუაღამის მერე აქ სიმშვიდეს უფევდა. ეს ყველაზე პოპულარული ადგილი იყო რომანტიკული შეხვედრებისთვის. ამ რაიონში ორი პოლიციის ოფიცერი პატრულირებდა. პირველი საათისთვის მათ წყვილი შენიშნეს, რომლებიც ქუჩაში სეირნობდნენ. პოლიციელებმა შენიშვნა მისცეს წვირს, რომ ასეთ დროს სეირნობა სახიფათო იყო, რადგან ქუჩაში სერიული მკვლელი დადიოდა. გაფრთხილების შემდეგ პოლიციელები განყოფილებაში დაბრუნდნენ. წვილი კი მანქანისკენ გაემართა. როცა მოზარდები მანქანასთან დაბრუნდნენ, უეცრად მათ მანქანას მამაკაცის სილუეტი მიუახლოვდა. ერთი შეხედვით ჩანდა თითქოს მამაკაც რაღაცის კითხვა სურდა, მაგრამ ამის მაგივრად ის მანქანას გვერდითა მხრიდან მიუახლოვდა და სროლა ატეხა. იმ პოლიციელების განყოფილებიდან, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ პატრულირებდნენ, ეს ადგილი 5 წუთის სავალზე იყო. სროლის ხმაზე ისინი ამ რაიონისკენ გამოიქცნენ. მისულებმა ის წყვილი ნახეს, რომლებსაც მანამდე შენიშვნა მისცეს. სტეისი მისკოვიცი სერიოზულად იყო დაჭრილი. გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. სამწუხაროდ ის 18 საათში გარდაიცვალა. რობერტ ვიოლანტემ კი თვალების დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ის სიცოცხლის ბოლომდე დაბრმავდა. თავდასხმის რაიონებს მხოლოდ ბრონქსი და ქვინსი აღარ წარმოადგენდა. ზეწოლა სამართალდამცავ ორგანოებზე იზრდებოდა. ყველა სატელევიზიო გამოშვება აცხადებდა, რომ არავინ იყო უსაფრთხოდ. სამართალდამცავები ეძებდნენ შესაძლო თვითმხილველებს, ვისაც შეეძლოთ იმ დღეს რამე დაენახა საეჭო და პოლიციას დახმარებოდა ამ ინფორმაციით. მთავარი ხელჩასაჭედი ერთ-ერთი ქალის სიცილია დევისის ჩვენება გახდა. ქალმა თქვა, რომ დაინახა მამაკაცი, რომელიც მისკენ სახით მოდიოდა. ჩემი ძაღლი მისკენ გაიქცა, მამაკაცმა ჯერ ძაღლს შეხედა, მერე მე შემომხედა და გზა განაგრძო. მამაკაცს დამცინავი გამომეტყველება ჰქონდა. სწორედ ისეთი ტელევიზორში ფოტორობოტზე რომ მენახა. შეშინებული ქალი სასწრაფოდ სახლისკენ გაეშურა. მაშინ როცა ქალმა სახლის კარი მიიკეტა, მან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონა. სიცილია დევისმა მის მონათრობს კიდევ ერთი დეტალი დაუმატა. მან პოლიციელიც შეამჩნია, რომელიც ჯარიმას უწევდა არასწორად გაჩერებულ მანქანების მფლობელებს. სამართალდამცავებმა გადაამოწმეს
მოხდეს და ნახეს, რომ იმ ღამით 4 ჯარიმა იყო გამოწერილი. ერთ-ერთი მანქანა ერთ კვარტალში იდგა დანაშაულის ადგილიდან. მანქანა ეკუთვნოდა ვინმე დევიდ რიჩარდ ბერკოვიცს, რომელიც იონსკირში პანის ქუჩის 35-ში ცხოვრობდა. სამართალდამცავებს გაუჩნდათ კითხვა, რას აკეთებდა იონსკირის მაცხოვრებელი გვიან ღამით ბრუკლინში. პოლიციელებმა იონსკირის პოლიციის განყოფილებაში ბერკოვიცის გადასამოწმებლად დარეკეს. ტელეფონის ყურმილი პოლიციის ოფიცერმა უიტ კარმა აიღო. სწორედ იმ სემ კარიშვილმა, რომლის ოჯახსაც რამდენიმე თვის წინ მუქარის წერილებს უგზავნიდა ვიღაც. სერიული მკვლელის ბოლო წერილში, რომელიც ჯიმ ბრესლინს გაუგზავნა, მინიშნება იყო იმაზე, თუ ვინ იყო სინამდვილეში სემის შვილი. სემ კარის გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, თუ ვინ იყო სემის შვილი. ბოლო წერილში ის ახსენებდა იმათ სახელებს, ვინც მის დაჭერაში დაეხმარებოდა პოლიციას. წერილში იყო ნახსენები ბოროტი მეფე უიკერი. კარების ოჯახი უიკერის ქუჩაზე ცხოვრობდა. ამ წერილში ასევე ფიგურირებდა ჯონ უიტისის სახელიც, როგორც აღმოჩნდა სემის ერთ-ერთ შვილს ჯონი ერქვა, ხოლო სახელი სემი ჯალათის ფსევდონიმი იყო. როცა გაზეთში გამოქვეყნებული და კარებისთვის გაგზავნილი წერილების ხელნაწერი შეადარეს, სამართალდამცავები მიხვდნენ, რომ დევიდ ბერკოვიცი იყო ყველაზე რეალური ეჭვმიტანილი ყველა იმ დანაშაულში, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იყო ჩადენილი. გამომძიებლები Ford Galaxy-ს მარკის ავტომანქანას ეძებდნენ. ეს მანქანა ეჭვმიტანილს ეკუთვნოდა. მანქანა პაინის ქუჩის 35-ში იყო დაპარკინგებული. პოლიციელებმა მანქანაში ჩაიხედეს და უკანა სავარძელზე ზურგჩანთა შენიშნეს, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარი მოჩანდა. პოლიციელებმა მანქანაში ასევე სემის შვილის წერილი იპოვეს. წერილში ლონგ-აილენდში წასვლისა და კლუბში სროლის გეგმა ეწერა. პოლიციამ მანქანაზე 24 საათიანი თვალთვალი დააწესა. 10 აგვისტოს საღამოს 10 საათზე მანქანას შავთმიანი მამაკაცი მიუახლოვდა. ხელში ქაღალდის ყავისფერი პაკეტი ეკავა. პაკეტი მან მგზავრის სავარძელზე მოვათავსა. პოლიცია მანქანა წამებში ალყაში მოაქცია. სწორედ იმ დროს, როცა ის მანქანის დაქოქვას აპირებდა, ის მიხვდა, რომ ალყაში იყო. გასაღებს ხელი გაუშვა, მოიხედა და ღიმილით თქვა: "აი მომაგენით კიდეც, რატომ დაგჭირდათ ამდენი ხანი ამისთვის?" დამნაშავე წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა. დევიდი განყოფილებაში მიიყვანეს. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის ბედნიერი იყო იმით, რომ დააკავეს. მას ახარებდა მთელი ეს ქაოსი, რომელიც მისი დაკავებით იყო გამოწვეული. ის ფართოდ იღიმოდა და კმაყოფილებას ვერ მალავდა ასეთ ყურადღების ცენტრში რომ იყო. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ სწრაფად მოედო საინფორმაციო საშუალებებს. პოლიციის დეპარტამენტში საზეიმო ვითარებას უფევდა. ამ გამარჯვებას ნიუ-იორკის მოსახლეობაც ზეიმობდა. დევიდი ამ დროს 24 წლის იყო. მას როგორც კეთილშობილ პიროვნებას ისე ახასიათებდნენ. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ სწორედ ის იყო სერიული მკვლელის სემის შვილი. ირონიულია, მაგრამ ის თანამშრომელ გოგონებსაც კი აცილებდა თავისი მანქანით, რომლებსაც ეშინოდათ მარტო სახლში წასვლისა, რადგან ჯერ კიდევ არ იყო დაკავებული სერიული მკვლელის სემის შვილი. თავის აღიარებით ჩვენებაში დევიდმა თავისი ჩადენილი დანაშაულების ყველა დეტალი გაიხსენა. ის საოცრად მშვიდი იყო. მისი თქმით, ყველა მსხვერპლის შემთხვევით იყო შერჩეული და არავითარი კონკრეტიკა არ იყო მსხვერპლის არჩევაში. ერთადერთი კრიტერიუმი მას მხოლოდ ქალების სიკვდილი სურდა. მაშინ გრძელითმა მოდაში იყო და ბიჭებიც ატარებდნენ ასეთ თმას. ეს კი მის ამოცანას ართულებდა. ღამით რთული იყო ბიჭისა და გოგონას გარჩევა. მამაკაცებზე მიყენებული ტკივილის გამო მას ძალიან რცხვენოდა. მან ასევე აღიარა, რომ დონა ლორიაზე თავდასხმა მისთვის არ იყო პირველი შემთხვევა. მისი თქმით 1975 წლის შობაზე გადაწყვიტა, რომ სისხლის ზღვრის დრო დადგა. მისი სამიზნე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელიც ბრონქსში გადასასვლელ საფეხმავლო ხიდზე მიდიოდა. შემდეგ დეტალებში აღწერა, თუ როგორ მიაყენა ქალს დანით უამრავი ჭრილობა. ამ დრომდე მკვლელი თვლიდა, რომ ასეთი მეთოდით ადამიანის მოკლა იოლი იყო. ის ფიქრობდა, რომ საკმარისი იყო ადამიანისთვის დანის დარტყმა იმისთვის, რომ ის წამებში მომკვდარიყო, მაგრამ მისი წარმოდგენა არ გამართლდა. გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია და შველას ითხოვდა. ამ მოვლენამ ის ძალიან გაანერვიულა და შემდეგი მკვლელობისთვის მკვლელობის იარაღი შეცვალა. დევიდის თქმით, მისი როლი ამ დანაშაულში მიზერული იყო, რადგან ის ყველაზე ძლევამოსილი დემონის დავალებას ასრულებდა, რომელიც მას მისი მეზობლის სემ კარის ლაბრადორის სახით ელაპარაკებოდა. ის მეძაღლის მეშვეობით მაძლევდა დავალებებს. სინამდვილეში ეს სულაც არ იყო ძაღლი, მას მხოლოდ ძაღლის სახე ჰქონდა. ამ დემონს სემი ერქვა. ის 1000 წლის იყო. ბერკოვიცი ამბობდა, რომ სწორედ მან უბრძანა მას მკვლელობების ჩადენა. დევიდის თქმით, მან დიდი შვება იგრძნო, როდესაც დააკავეს, იმიტომ რომ მას არ სურდა ამ ყველაფრის გაკეთება. ამას სემი
მიაკეთებდა ჩემი ხელით. ეს მის გამო ხდებოდა, სისხლის გამო. ამ ყველაფრის ფონზე ჩანდა, რომ მისი მენტალური ჯანმრთელობა შერყეული იყო. მას აშკარად ბოდვითი აშლილობა ჰქონდა. როცა პოლიციელებმა დევიდის სახლი გაჩხრიკეს, იქ ბევრ უცნაური და საშინელი რამ ნახეს. სახლი მის სულიერ მდგომარეობას ზუსტად ასახავდა. ფანჯრები შავი ნაჭრით იყო დაფარული. მზის შუქიც კი ვერ აღწევდა ოთახში. კედლებზე უცნაური რაღაცეები ეწერა. ეწერა მეზობელ სემკარზეც, სატანაზე, სხვადასხვა ინფორმაცია დემონებზე. ერთ-ერთ კედელზე ხვრელი იყო, თითქოს ამ ხვრელში ვიღაცა ცხოვრობდა. მისი თქმით, ამ ხვრელის საშუალებით ეკონტაქტებოდა ის დემონებს. ოთახში დევიდმა დემონების ილუზიური სამყარო შექმნა. მისი ფანჯრები სემკარის სახლს უყურებდა. ის ამ სახლში თავის შვილებთან ერთად ცხოვრობდა. საზოგადოება გაუგნებული იყო დევიდის მონაყოლით. ასევე ინტერესის სფეროდ იქცა სემკარის ოჯახი. ჟურნალისტები ინტერესდებოდნენ იყო თუ არა სემის ძაღლი აგრესიული. სულელურ კითხვებსაც კი სვამდნენ. მართლა შეეძლო ძაღლს თუ არა ლაპარაკი. საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრებაც, რომ დევიდი სემკარის ბრძანებით ჩადიოდა ამ დანაშაულებებს. დაკავების დღიდან დევიდი ბრონქსის კიონგსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას ექიმი დენიელ შვარცი მეთვალყურეობდა. ადამიანები, რომლებიც ვერ აგებენ პასუხს თავის აქციელზე, მათი გასამართლება არ შეიძლებოდა. 1977 წლის 30 აგვისტოს ჩატარებული სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ფსიქიატრმა დაადგინა, რომ ბერკოვიცი შეურაცხადი იყო. ეს განაჩენი მიუღებელი იყო იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს. ხალხი არ ეთანხმებოდა სპეციალისტის დასკვნას, მათ სამართლიანობა სურდათ. ამის შემდეგ ბრალდების მხარემ სხვა ფსიქიატრს მიმართა. დევიდ აბრაჰამსონმა დაადგინა, რომ ამ ყველაფერს დევიდი მართლმსაჯულებისგან თავის დასაღწევად აკეთებდა. ექიმი შვარცის დასკვნის გაუქმების შემდეგ საზოგადოება დამშვიდა. დევიდ ბერკოვიცი ჯანმრთელად ითვლებოდა და ის გზად იყო სასამართლოს წინაშე წარდგარიყო. დევიდმა უარი თქვა საბოლოო დასკვნის გადახედვაზე. მან ყველაფერი აღიარა 6 მკვლელობა და 7 თავდასხმის ფაქტი. დევიდ ბერკოვიცი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო სასამართლომ და ყოველ მკვლელობაზე 25 წლიდან სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას ასევე შესთავაზეს სასჯელის დასრულებამდე პირობითი სასჯელით ძროზე ადრე გამოშვება. ამ თეორიით ის დაახლოებით 365 წლის მერე გათავისუფლდებოდა. დევიდი ატკის გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს. ეს რაიონი ჩრდილოეთ ნიუ-იორკში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადგილიდან მისი გამოსვლა შეუძლებელია, მისი ისტორია აქ არ მთავრდება. ციხეში მისვლისთანავე მან პრესკონფერენცია გამართა და მისი დანაშაულებების სულ სხვა ისტორია მოყვა. დევიდი ამტკიცებდა, რომ ის მარტო არ იყო და რომ ის სატანური სექტის დავალებებს ასრულებდა, მაგრამ პოლიციამ ვერ იპოვა მისი სიტყვების ვერანაირი დამამტკიცებელი ფაქტი. ამ ამბის შემდეგ ჟურნალისტმა მორი ტერიმ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. მან სტატია გამოაქვეყნა, სადაც მტკიცდებოდა დევიდ ბერკოვიცის მონათხრობი, რომ მართლა არსებობდა სატანური სექტა. მორი ტერის თქმით, ამ სექტაში შეიძლება ჩართული ყოფილიყვნენ მრავალ სხვა ადამიანთან ერთად სემის ორი შვილი, ჯონი და მაიკლი. ჟურნალისტმა მოიპოვა მტკიცებულებები, რომ სწორედ მაიკლი და ჯონი ხელმძღვანელობდნენ ამ თავდასხმებს, დევიდით მანიპულირებდნენ და სწორედ მათი მეშვეობით დაადგა დევიდი ასეთ გზას. მალე გაჩნდა ვერსია, რომ რამოდენიმე გასროლა ჯონის და მაიკლის ხელითაც იყო განხორციელებული. ეს ვერსია ბრალდებულმაც დაადასტურა. გაჩნდა კითხვები, თუ ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი მარტო არ მოქმედებდა, თუ მაიკლმა და ჯონმა მართლმსაჯულებას თავი ასე მარტივად დააღწიეს. ამ ამბებიდან ცოტა ხანში მაიკლ კარმა საეჭვო ვითარებაში თავი მოიკლა, ხოლო ჯონ კარი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა ავტოკატასტროფაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავის დროზე გადარჩენილი მოწმეების მიერ შედგენილი სხვადასხვა ფოტორობოტი, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, ერთ-ერთი მათგანი მაიკლ კარის ფოტოს ძალიან გავდა, ხოლო მეორე მისი ძმის ჯონის. ბევრი გაჩენილი კითხვებისა და საეჭვო გარემოებების გამო დღემდე არსებობს კითხვის ნიშნები ამ საზარელი იდუმალებით მოცული ამბის ირგვლივ საზოგადოებაში, ხოლო გაეცემა ამ კითხვებს პასუხი თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს.